მოგესალმებით, ეს მილენიალია, მე კი ნუგლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს სტუმარი არ გვეყოლება, დღეს მექნება მონოლოგი და მონოლოგი შეეხება იმ პროცესებს და არა მარტო იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში, გლობალურ სამყაროში, არამედ ზოგადად ისტორიაზეც თუ როგორ დაიწყო ეს პროცესები. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული სახელმწიფო გახდა შეერთებული შტატები. ჩვენ თუ შევხედავთ თუ რა საწარმოებდა შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არ იყო ერთადერთი ინდუსტრიული სახელმწიფო, იყო დიდი ბრიტანეთი, გერმანია მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე გაუსწრო დიდ ბრიტანეთს საკუთარი ინდუსტრიული სიძლიერით, მაგრამ მოცულობით და რასთავარია ტექნოლოგიებით მაინც შეერთებული შტატები იყო წინ. ეს გამოჩნდა როგორც პირველ მსოფლიო ომის დროს, ისე მეორე მსოფლიო ომის დროსაც. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ შეერთებული შტატების ინდუსტრია მოძრაობა მოკავშირეების დახმარება ბრიტანეთი სწორედ იარაღს იღებდა შეერთებული შტატებისგან, ფლოტს იღებდა მისგან, ასევე დახმარებები გაიცემოდა საბჭოთა კავშირს. ანუ შეერთებულ შტატებს ჰქონდა საკმაოდ დიდი ინდუსტრიული პოტენციალი. რამაც საბოლოოდ მიიყვანა შეერთებული შტატები გლობალურ ჰეგემონიამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატები იქცა გლობალურ ჰეგემონად, კი თავდაპირველად ამას ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის იმპერია, მაგრამ მაშინ, როდესაც ბრიტანელები და ფრანგები თავს დაესხნენ სუეცის არხზე ეგვიპტეს და მათ უნდათ სამხედრო კამპანიის, ესე იგი, წარმოება, შეერთებულ შტატებმა არ მიცა კრედიტები და სწორედ ამიტომ ბრიტანელები და ფრანგები იძულებული იყვნენ გამოსულიყვნენ ეგვიპტიდან და ამით ეს ითვლება ყოველ შემთხვევაში კოლონიალური იმპერიების ერთ-ერთ ბოლო ისეთ ბრძოლად, კოლონიური სისტემის შენარჩუნებისთვის ბოლო გაბრძოლებად, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ ნელ-ნელა ბრიტანეთი ცილდება იმ მასშტაბებს, რა მასშტაბების მას ჰქონდა, ის კარგავს თავის კოლონიებს როგორც აზიაში, ისე აფრიკაში და ეტაპობრივად იქ სადაც ადრე ფრანგები, ინგლისელები, ჰოლანდიელები იყვნენ, იქ შედიან ამერიკელები ხდებიან მნიშვნელოვანი ძალა და ამერიკაში იწყება რაღაცნაირი საინტერესო პროცესები. ეს საინტერესო პროცესი 60-70-იან წლებში საკმაოდ გაძლიერდა და ეს ეხებოდა პირველ რიგში დემოკრატიული მოძრაობების ზრდას. დემოკრატიულმა ჯგუფებმა იმხელა ძალაუფლება მოიპოვა, კრიტიკულმა მედიამ იმხელა ძალაუფლება მოიპოვა, რომ არსებული ელიტები, ტრადიციული ამერიკული ელიტები ვეღარ ახერხებდნენ, ესე იგი, განახორციელებინათ ეფექტური მმართველობა, ისე რომ არ გაეთვალისწინებინათ ამ საზოგადოებების მოთხოვნა, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ვიეტნამის ომის პერიოდში დაიწყო ძალიან ძლიერი ანტისაომარი კამპანია და რეალურად ამერიკა სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხებულა ვიეტნამში, ის დამარცხეს სწორედ ამ დემოკრატიული მოძრაობების გამო, იმიტომ რომ საზოგადოებას აღარ უნდოდა ვიეტნამში ომი და მან დაიწყო დათმობა მთელი რიგი პოზიციების. ასე უნდა გავთვალისწინოთ ერთი რაღაცა. ჯერ კიდევ რუზველტის დროს დაიწყო მეტნაკლებად შეერთებულ შტატებში სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს სოციალური სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყო, რომ ამერიკა იქცა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად მაშინდელ მსოფლიოში. ამერიკა იყო ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფო, იქ სადაც უზრუნველყოფილი იყო მთელი რიგი უფლებები და ეს რუზველტისეული ეკონომიკა უზრუნველყო ასევე მასების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში და უზრუნველყო მნიშვნელოვანი ის პროცესები, რასაც ქვია საბოლოოდ, რაც ამ სახე მიიღო ეგრეთ წოდებულ ამერიკულ ოცნებით. ხო, ამერიკული ოცნება რა იყო, როდესაც აბსოლუტურად ემიგრანტ ადამიანი შეიძლება გამხდარიყო მილიონერი, შეიძლება ეშოვა ფულით, საკუთარი შრომით, პატიოსანი შრომით, საკუთარი, ესე იგი, ენთუზიაზმის წყალობით, ხო?
ეს ცხოვრების სტილი სწორედ ეხება აი ამ პერიოდს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, მაგრამ ელიტებმა, რომლებიც განიცდიდნენ გარკვეულ შიჩს ამ პერიოდში, დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ რა უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ არ დაეთმოთ ძალაუფლება. ამის შესახებ შეიქმნა, ესე ვთქვათ, ტრილატერალური კომისია 1975 წელს დაიწერა ეგრეთ წოდებული ესეთი ცნობილი მოხსენება დემოკრატიის კრიზისი, რომლის ავტორები არიან მიშელ კროზიესი, სამუელ ჰანტინგტონი და ჯორჯი ვატანუკი. ეს სამი ავტორი, რომლის დამოუკიდებლად მუშაობდა, ერთ-ერთ მიზეზად ამერიკული ძალაუფლების ესე იგი შემცირების მიიჩნიეს ეგრეთ წოდებული ჭარბი დემოკრატიის პრობლემა. ეს ესე უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის, შეგიძლიათ ნახოთ. ისინი საუბრობდნენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ამერიკაში იმდენად გაიზარდა აქტივისტების ამ შემთხვევაში სოციალური საშუალო ფენის, სოციალური რაღაც ჯგუფების როლი ამერიკულ პოლიტიკაზე, რომ ამერიკული ხელისუფლება ვეღარ ახდენს ეფექტურ მართვას. ისინი ვეღარ ახერხებენ ისე მართვან შეერთებულ შტატები, რომ არ გაითვალისწინონ საზოგადოება. ეს მეორე თეზისი იყო, რა თქმა უნდა, ავტორიტეტების, ესე იგი, ეროზია. ისინი საუბრობდნენ და აკრიტიკებდნენ ამ მოხსენებაში კრიტიკულ მედიას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ საკმაოდ ძლიერი იყო შეერთებულ შტატებში კრიტიკული მედია და ისინი საუბრობდნენ, რომ მთავრობა, პოლიტიკური პარტიები და სასამართლო შეერთებულ შტატებში რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლებ ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში და ეს იყო დამსახურება სხვადასხვა მოძრაობების, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობებისა და კრიტიკული მედიის. ასევე უმართავობასაც ასახელებენ ისინი ამ ესეში, უმართავობა ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ის დისკუსიები და სხვადასხვა ესე იგი ჯგუფებს შეეძლოთ სახელმწიფოსგან კონკრეტულად მართველი კლასისგან დამოუკიდებლად ეწარმოებინათ საკუთარი პოლიტიკა და გაევრცელებინათ ის საზოგადოება, მოეპოვებინათ საზოგადოებაში საკუთარი აზრების გავლენა. ანუ პროცესი ხდებოდა, რაც უფრო დემოკრატიული ხდებოდა შეერთებულ შტატებში, მით უფრო აი ამ ჯგუფებს, ელიტარული ჯგუფებს ეშინოდათ აი ამ პროცესით. სხვათა შორის შემდეგ დემოკრატიის კრიზისი გააკრიტიკა ცნობილმა ინტელექტუალმა ნოამ ჩომსკიმ და მას უწოდა ელიტების შეთქმულება, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ მოხსენება. ეს იყო ის ხედვა, რაც გააჩნდათ მაშინდელ ელიტას და ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ის, რომ ამ მოხსენების, რომ ჭარბი სოციალური პაკეტები ჰქონდათ საზოგადოებას და საზოგადოებას უფრო დიდი მოთხოვნა გააჩნდა, ვიდრე ელიტა შეეძლო, სახელმწიფო შეეძლო მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, ამის შემდეგ დაიწყო რასაც ჩვენ ესე იგი ელიტებმა დაიწყეს ცვლილება და ამის შემდეგ მოდის 5 წლის შემდეგ, 6 წლის შემდეგ მოდის ხელისუფლებაში ცნობილი ნეოკონსერვატორი, ლიბერტანიანელი რონალდ რეიგანი, რომელიც იწყებს ეგრეთ წოდებულ გადატვირთვის პოლიტიკას. მაშინ საუბარი იყო ამ გადატვირთვაზე, რომ სოციალური პოლიტიკა, რაც რუზველტის შემდეგ შეიქმნა, უნდა ყოფილიყო გადატვირთული და ამ პროცესის დროს იწყება ძალიან საინტერესო რაღაც. მე თავიდან დავიწყე, რომ ყველაზე ინდუსტრიული სახელმწიფო იყო შეერთებული შტატები მე-20 საუკუნეში და 80-იან წლებში იწყება ინდუსტრიების გადინება, გადატანა მესამე სამყაროში. ეს მესამე სამყარო აღმოჩნდა ინდოჩინეთის ტერიტორია, მათ შორის სინგაპური, მათ შორის სხვადასხვა ესეც ქვეყანა, მათ შორის რა თქმა უნდა ჩინეთზე არის საუბარი, ვიეტნამშიც გადაიტანეს რაღაც ნაწილი საკუთარი ინდუსტრიების, მაგრამ ძირითადად ჩინეთში გადაიტანეს საკუთარი ინდუსტრიები, რამაც პირველი რა გააკეთა, ვის დაარტყა, რა თქმა უნდა, ამერიკულ მუშათა კლასს. ამერიკული მუშათა კლასი, რომელიც იყო მაღალ კვალიფიცირებული მუშათა კლასი, ეს არ იყო ის მუშათა კლასი, როგორიც იყო მაგალითად ჩინური 80-იანი წლების მუშათა კლასი, იმიტომ ჩინური 80-იანი წლების მუშათა კლასი ეს იყო ესე იგი დაბალ ანაზღაურებადი
ნაკლებ კვალიფიცირებული მუშათა კლასი, დღეს სხვანაირადაა საქმე, ხოლო ამერიკელი მუშათა კლასი ეს იყო მაღალ კვალიფიცირებული მუშათა კლასი, რომელსაც შეეძლო მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობა. მას ამერიკელებს ჯეროდათ, რომ თუ კი ისინი დაიტოვებდნენ ინოვაციებს, ტექნოლოგიური ინოვაციებს და სამეცნიერო ცენტრებს, ისინი შეძლებდნენ ინდუსტრიის გადატანის მიუხედავად ისინი შეძლებდნენ დარჩენილიყვნენ ჰეგემონად. მართლაც ხდება კრიზისი, ეს კრიზისი დაკავშირებული იყო საფინანსო კრიზისთან, ჩვენ უბრალოდ რადგან საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ მიგვაჩნია რომ რეიგანის პოლიტიკა იყო წარმატებული. სინამდვილეში რეიგანის პოლიტიკა, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკა არ იყო წარმატებული. დონ ჯონსის ინდექსის დაცემის შემდეგ მოხდა ის, რომ მთელი დასავლეთი მოიცვა კრიზისმა. ავსტრალიამ 30% დაკარგა საკუთარი ეკონომიკის, მთელი რიგი სახელმწიფოები ჩავარდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისში. მაგრამ ამ დროს რა ხდება? ამ დროს ხდება აღმოსავლეთში ის, რომ იწყება პერესტროიკა, საბჭოთა ლიდერები ხდებიან არაკვალიფიცირებული, ესე ვთქვათ, იდეოლოგიურად სუსტი და პიროვნულად სუსტი ლიდერები მოდიან შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირში. გორბაჩოვი ხდება პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის და იწყება პერესტროიკა. პერესტროიკას მოყვება საბჭოთა კავშირის დანგრევა და ის კრიზისი, რომელიც უნდა ყოფილიყო დასავლეთში, შეჩერდა სწორედ იმიტომ, რომ გაიხსნა დიდი ბაზარი საბჭოთა კავშირის, საბჭოთა კავშირიდან გაიტანეს უამრავი ინდუსტრიები, გავიდა ჭკუა, დასავლური კომპანიები აქტიურად შევიდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, იმ სივრცეში და დაიწყო ოქროს ხანა და udardელობისა და ოქროს ხანა. 90-იანი წლები ეს იყო udardელობის და ოქროს ხანა დასავლეთისთვის. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც შენ შეგელო ძალიან მარტივად გეშოვნა საკმაოდ დიდი ფული დასავლეთში, იმიტომ რომ დასავლეთში კონცენტრირდა როგორც პოლიტიკური ძალაუფლება, ისე ეკონომიკური ძალაუფლება, გაქრა ყოველგვარი ალტერნატივა და დასავლეთი იქცა მნიშვნელოვან ცენტრად. ამის შემდეგ 10 წლიანი ოქროს ხანის შემდეგ მიიჩნეოდა, რომ ესე უნდა გაგრძელებულიყო, ყველას მიგვაჩნდა, რომ ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს დასავლეთის. არ არსებობს დასავლეთის ალტერნატივა. ამ პერიოდში მოხდა ისეთი ინოვაციები, ვის დანერგვა როგორც არის მასობრივი ინტერნეტიზაცია, ხო? დაიწყო მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე, დაიწყო მუშაობა კიბერნეტიკაზე, კიბერნეტიკა განვითარდა მნიშვნელოვან ნაწილად, ციფრული გახდა სამყარო მნიშვნელოვანი და ამ ყველა ინტელექტუალურ და ამ ყველა სამეცნიერო პროგრესის უკან იყო დასავლური კომპანიები. მაგრამ ესე დიდი ხანი ვერ გაგრძელდებოდა, თვითონ ამ ესე იგი დემოკრატიის კრიზისში ეწერა, რომ თუ კი არ გადავა და არ შემცირდება მუშების ძალაუფლება ამერიკულ პოლიტიკაზე, მაშინ ისინი ამერიკული ელიტები დაკარგავენ ძალაუფლებას, სწორედ ამიტომ გადავიდნენ ინდუსტრიები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიები თუ გადადის ქვეყნიდან, ნელ-ნელა ეტაპობრივად შენი კონკურენტები ხდებიან ის ქვეყნები, სადაც შენ გადაიტანე ინდუსტრიები და ის ქვეყნებს ექნებათ და შეიძენენ იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც მიგაჩნდა, რომ მარტო შენ გეკუთვნოდა და სხვა ვერანი ვერ ჩაიგდებდა ხელთ. დღეს უკვე ჩინეთი ახდენს საკუთარ ინტერნეტის ქსელების შექმნას. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქსელები ძირითადად და ამ არსებულ ქსელებს ახლა დღეს შედივართ ინტერნეტით. ფლობს ამერიკული დასავლური კომპანიები ძირითადად და დეველოპერები, მაგრამ ეხლა იქნება აბსოლუტურად ალტერნატიული სისტემა და ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უკვე დამოუკიდებელი ინტერნეტი, დასავლეთისგან დამოუკიდებელი ინტერნეტი და უბრალოდ არჩევანი, სადაც ერთი უფრო ხარისხიანია, უფრო იაფია, უფრო
ხელმისაწვდომია და მეორე უფრო ძვირი არის და მოყვება რაღაცა პოლიტიკური ესე იგი ცენზურა თან, ხო? აი ჩვენ ხედავთ რომ სოციალურ სივრცეში აშკარად ცენზურა არის და რაც თავარია, აი ამ ყველაფერს ებატება კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც არის ციფრული ფულის ამბავი. უკვე რამოდენიმე დღის წინ ჩინეთმა დაიწყო SWIFT-ის ალტერნატიული სისტემის შექმნა, ის უკვე ვაჭრობაზე გადავიდა სხვა სისტემაზე, ეტაპობრივად გადადის სხვა სისტემაზე, რამაც გამოიწვია შეერთებული შტატების ძალიან დიდი, ესე იგი, შეშფოთება. იქნება ალტერნატიული სისტემები, SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ შენ უკვე პოლიტიკური კონტროლის ქვეშ კი არ იქნები, კი არ გაგთიშავენ, როგორც ამას იყენებდა დასავლეთი, ხო? ჩვენ ნახეთ პირველი რაც გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო SWIFT-დან გამოთიშვა, ხო? ჩვენ ხედავთ იმას, რომ ამ პროექტს ეს პროექტი თავაზობს სამყაროს, ალტერნატიული SWIFT-ის პროექტი თავაზობს სამყაროს იმას, რომ ეს იყოს უბრალოდ ალტერნატივა, არა აუცილებელი ალტერნატივა კი არა, შენ რო გიწევს, არამედ ეს იყოს ისეთი რამ, რაც უკვე ჩვევაში გადაიზრდება და არა იძულებაში. ჩვენ უბრალოდ ისარგებლოთ ამით, რადგან უფრო იაფია, რადგან უფრო დაცული ხარ, რადგან უფრო გარანტირებულია. და ყველაზე საინტერესო ამ პროცესში რა არის? ყველაზე საინტერესო ამ პროცესში არის ის, რომ ამ ციფრულ იუანის პროექტს ნაწილობრივ ხარს უჭერს მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები. ევროპული სახელმწიფოებიც ჩართულები არიან ამ პროცესში და იმის მიუხედავად რომ შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან, ისინიც აი ამ სქემაში, ესე ვთქვათ, ჩაერთიან, რაც ნიშნავს რომ იმის მიუხედავად რომ ჩინეთი მაინც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ევროკავშირისთვის, ევროკავშირი ხვდება რომ უკვე ნდობა ერთპოლუსიან სისტემისადმი უკვე აღარ არსებობს. ამის გარდა მეორე მნიშვნელოვანი პროცესი არის, როდესაც ტრამპმა დაიწყო სავაჭრო ომები, როდესაც გადასახადები გაზარდა, ხო? როდესაც დაიწყო ეს სატარიფო ომი, რასაც ქვია, ამ დროს რა გააკეთა ჩინეთმა დაიწყო დოლარის გაყიდვა, ჩინეთმა დაიწყო ოქროს ყიდვა მასობრივად და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი მეტალი ხდება ოქრო, როგორც ადრეც იყო, მაგრამ დღეს ხდება ოქრო, ის თავაზობს, რომ ასესხოს კრედიტები გასცეს ოქროთი დანარჩენ სამყაროს და დაებრუნოს იუანით უკან ფული. ეგრე რას ნიშნავს, რომ უკვე როდესაც ჩვენ ჩავერთვებით ამ ეკონომიკურ სისტემაში, იუანების ეკონომიკურ სისტემაში, ჩვენ უკვე იმ ალტერნატიული ცივილიზაციის და ალტერნატიული სამყაროს ნაწილი ხდებით, რაც უკვე ჩინეთმა შემოგთავაზა. ჩინეთი ქმნის არა მარტო ალტერნატიულ ეკონომიკურ სისტემას, ჩინეთი ქმნის ალტერნატიულ ცივილიზაციურ პროექტს. ესა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩინეთი შეერთებული შტატებისგან განსხვავებით არ ახდენს ზეწოლას, არ იყენებს უხეშ ძალას, არ ახდენს იდეოლოგიის გავრცელებას, არამედ ის ძალიან მარტივად ქმნის ალტერნატიულ გზებს, ის ქმნის ინვესტიციას ახდენს სხვადასხვა ინფრასტრუქტურებში, ის ქმნის ახალ გზებს, ალტერნატიულ და ახალ გზებს, რაც აიაფებს პროდუქციას, ხდის ამ პროდუქციას უფრო კომფორტულს და ეს ხდება ყოველგვარი იარაღის და ყოველგვარი ხმამაღალი განცხადებების გარეშე. ეს ხდება ძალიან ჩუმად, ძალიან წყნარად და ყოველგვარი დემონსტრირების გარეშე, ისინი ჩინელებს არ ჩვევიათ ეს. იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა ჩინეთში ამ სავაჭრო ომის შედეგად ბევრი კომპანია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ დღემდე ყველაზე დიდ ბაზრად მსოფლიოში რჩება შეერთებული შტატები. უნდა ითქვას, რომ სამყაროში არსებობს მხოლოდ 3 სახელმწიფო დღესდღეობით, რომელიც აი ესე ვთქვათ, თვითკმარია რესურსებით. ეს არის შეერთებული შტატები, შეერთებული შტატები რო წარმოვიდგინოთ, რომ ჩაიკეტოს საკუთარ
საზღვრებში და არ გავიდეს, ის აბსოლუტურად თვითკმარია. მას აქვს ყველანაირი რესურსი, რაც მას სჭირდება იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიას მას გააჩნია. მეორე ესეთი სახელმწიფო არის რუსეთი. რუსეთი იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად, რა თქმა უნდა, ჩამორჩება, როგორც ჩინაც, ისე შეერთებულ შტატებს, მისი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა არის საკმაოდ ულევი და საკმაოდ დიდარია. აი ეს შესაბამისად აი ჩინეთი ესეთი არ არის. ჩინეთს სჭირდება გარედან შემოიტანოს რესურსები. ჩინეთს სჭირდება დანარჩენი სამყარო იმისთვის, რომ მისი ინდუსტრია, მისი ეკონომიკა იყოს ძლიერი. სწორედ ამიტომ დღესდღეობით ყველაზე მძლავრი და ყველაზე ესე გემშენებლობის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ჩინეთს. გემშენებლობაზეც ვიტყვი ერთი-ორ რამეს, ზოგადად სოფლიო ჰეგემონიაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა ფლოტი. არ არსებობს ისეთი სახელმწიფო სოფლიო ისტორიაში, რომელიც ყოფილიყოს ჰეგემონი და მას ყოლოდა სუსტი ფლოტი. ესეთი სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაცა პერიოდი იყო მონღოლების პერიოდი ერთადერთი ის არის მომენტია, მაგრამ მაშინ სამყარო ცოტა სხვანაირი იყო, მაშინ ძირითადად ალტერნატიული საზღვაო ვაჭრობა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც მე-15 საუკუნიდან, მე-16 საუკუნიდან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები იწყება, ფლოტი და ძლიერი სახელმწიფო ერთი და იგივეა. ძლიერი ფლოტი და ძლიერი სახელმწიფო ერთი და იგივე არის. რუსეთიც იქცა ძლიერ სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც პეტრემ გაჭრა დერეფანი ბალტიის ზღვაზე და შექმნა საკუთარი ფლოტი, იქამდე ერთ-ერთი ჩვეულებრივი, მართალია დიდი ტერიტორიულად, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი სახელმწიფო იყო რუსეთი. აი რაც ფლოტის შექმნა ის გახდა მნიშვნელოვანი. ეხლა თანამედროვეობაში რას აქვს მნიშვნელობა? მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე ამერიკა იყო ყველაზე დიდი ესე იგი ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ რაოდენობის ფლოტს ქმნიდა. ის ქმნიდა მეორე მსოფლიო ომის დროს უფრო მეტ გემს უშვებდა, ვიდრე მთელი ევროპა შეეძლო ამის შექმნა. ცალკე ინგლისი რო ავიღოთ, ცალკე გერმანია რო ავიღოთ, ცალკე საფრანგეთი რო ავიღოთ, უფრო მეტს უშვებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს ინვესტირება იაპონიაში. იაპონელები გახდნენ ყველაზე დიდი სავაჭრო გემების და სატრანსპორტო გემების წარმოებლები, რომლებიც ამერიკული ფინანსებით, ამერიკული ტექნოლოგიებით ქმნიდნენ აი ამ ფლოტს და ისინი რჩებოდნენ ესეთებად. მაგრამ რონალდ რეიგანის პერიოდში მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მთელი ეგ სავაჭრო ინდუსტრია, სავაჭრო ხომალდებისა და სატრანსპორტო ხომალდების ინდუსტრია გადავიდა მესამე სამყაროში და თვითონ დაიტოვეს მხოლოდ სამხედრო გემების ინდუსტრია. მხოლოდ მან ჩადეს ფული ამერიკელებს. რონალდ რეიგანის დროს დაიწყო მართალია სუბსიდირება სამხედრო ინდუსტრიაში. ეს ფაქტია, რომ სამხედრო ინდუსტრია გაიზარდა, მაგრამ სწორედ მის პერიოდში დაიხურა ბევრი ისეთი გემთმშენებლობის ქარხანა, ინდუსტრია, რომელიც აქამდე გააჩნდა შეერთებულ შტატებს. გასაკვირია, რომ ეს ინდუსტრიები წავიდა შორეულ აზიის სახელმწიფოებში, ეს შორეული აზიის სახელმწიფოები იყო ერთი თქვი იაპონია და მეორე იყო კორეა. კორეა მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. აი ჩვენაც ვიცით სამხრეთ კორეის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სწორედ აი ამ გემების, სატრანსპორტო სავაჭრო გემების მშენებლობა. და აი ამ პერიოდიდან იწყება უკვე ჩინეთის იწყებს უკვე 80-იან წლებიდან საკუთარი საზღვაო ფლოტის შექმნას. 90-იან წლებში, როდესაც ჩინეთური ესე იგი პროდუქტები იპყრობენ მთელ მსოფლიოს, იაფი პროდუქტები იპყრობენ მთელ მსოფლიოს, ჩინეთის მთავარი ამოცანა ხდება, რომ მას შეექმნა ძლიერი ფლოტი. უკვე 2000-იან წლებში ჩინეთი იყო მესამე სახელმწიფო ფლოტის შექმნაში იაპონიისა და კორეის შემდეგ. მაგრამ
კი მესამე იყო, მაგრამ ის ჯობნიდა დანარჩენ ყველას, ვინც ჩამოშორდა, მაგრამ მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ადგილზე ერთად რო გავაერთიანოთ, უფრო მეტ ფლოტს ქმნიდა, ვიდრე დანარჩენი ეს სახელმწიფოები. და რაც თავარია, ისინი ქმნიდნენ უკვე 2010-იან წლებში აღმოჩნდა, რომ ისინი ქმნიდნენ ძალიან სწრაფად და ძალიან იაფად იმ საზღვაო სავაჭრო ფლოტს, რაც ჭირდებოდა მსოფლიო მზარდი ეკონომიკისთვის. დღეს ტრამპმა ხელი მოაწერა, რამოდენიმე დღის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა ესე იგი ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ამერიკამ უნდა აღიდგინოს საკუთარი ესე იგი პოტენციალი, საზღვაო პოტენციალი, რაც დაკარგა სხვადასხვა მიზეზების გამო. ამერიკას დღეს აღარ აქვს ის პოტენციალი, რა პოტენციალის ჰქონდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც ეხლა შეჯიბრება იწყება დნება შილოს პოლუსში ყინულები და ახალი გზები იქნება, რომელიც უფრო შეამცირებს მანძილსა და გაზრდის, შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის ეფექტურობას. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლავრი ამ შემთხვევაში ხომალდები, რომელიც სწორედ იმ რეგიონს ყიულჭრელი გემებზეა საუბარი, იმ რეგიონს ჭირდება აქვს ორ ქვეყანას, რომელიც ჯობნის შეერთებულ შტატებს, ესაა რუსეთი, ესაა ჩინეთი. მათ უკვე ყავთ ეს ფლოტი და ერთი გემის აშენებას ჭირდება სადღაც 15-დან 20 წლამდე ჭირდება ერთი გემის აშენებას. იყო ამაზე საუბარი. ანუ უკვე ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ, რომ ჩინეთი უსწრებს სავაჭრო გემების რაოდენობაში შეერთებულ შტატებს. 2010-იანი წლების ბოლოს ჩინეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პირველი მწარმოებელი სახელმწიფო გემების მთელ მსოფლიოში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ დღემდე ვაჭრობის მესამედი მოდის ზღვაზე. ვაჭრობის მესამედი მოდის ზღვაზე, იმის მიუხედავად, რომ ადრე უფრო დიდი პროცენტი მოდიოდა, მაგრამ დღეს 1/13 მოდის ზღვაზე, დღეს იქნება ახალი სავაჭრო გზები და იმასთან ერთად ახალ სარკინიგზო გზებთან ერთად იქნება რომელსაც ასევე ჩქარმავალი სარკინიგზო გზაზეა საუბარი, რომელსაც ასევე ჩინელები ქმნიან მთელ ევრაზიის ტერიტორიაზე, იქნება ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჩინური სავაჭრო ფლოტი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინური პროდუქცია, რომელიც შემოვა საქართველოში პირობითად, იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე ამერიკული პროდუქცია, რომელსაც არ აქვს იმ მოცემულობის და იმ ხარისხის სავაჭრო და სატრანსპორტო გემები, რამ მოცემულობისაც აქვს ჩინეთს. ეს ხდება ყოველგვარი ომის და ყოველგვარი ხმაურის გარეშე. თუმცა ამერიკელები 2 კვირის წინ ამერიკელებმა ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აი უკვე საუბარი არის ოქტომბერზე, ოქტომბერში ეს ამოქმედება, საუბარი არის იმაზე, რომ თუკი ჩინური წარმოების გემი თუკი შევა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას ექნება გარკვეული პროდუქტები, მას მოუწევს გადახდა ზედმეტი ტარიფების თანხის და ერთ შემთხვევაში არის მხოლოდ თუ მას მანქანები ეყოლდება გასაყიდად, მას სამჯერ მეტი ესე იგი თანხის გადახდა მოუწევს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი მას არაფერი არ ექნება და ამერიკიდან გაიტანს სხვა პროდუქციას, მაშინ ესეთ გემებს არ უწესდება გადასახადი. ანუ ესაც გარკვეულწილად ესეთი ბერკეტების და ესეთი რაღაც ზეწოლის პოლიტიკა აქვს შეერთებულ შტატებს, რომელიც მოდით თქვათ, რომ არ ამართლებს, იმიტომ რომ პირველ რიგში ამ პოლიტიკამ პრობლემა შეუქმნა იმ გზებს და იმ ნდობას, რაც აქამდე შეერთებულ შტატებს ჰქონდა. შეერთებულ შტატები აქამდე ეხლა რასაც აკეთებს, ტრამპის ადმინისტრაცია რასაც აკეთებს, მე ამას არ ვუწოდებ ჭკვიანურ პოლიტიკას, ტრამპის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ მაგალითად ლიბერალების წინააღმდეგ აბსოლუტურად მე ტრამპს მხარს უჭერ, მაგრამ აი ამ სავაჭრო პოლიტიკას რაც შეეხება და იმპერიის შენარჩუნების იდეას,
იდეას რაც შეეხება. ტრამპი აკეთებს იმას, რაც დაკავშირებული არა სტრატეგიასთან, არამედ სასოწარკვეთილებასთან. ეს სატარიფო ომიც არის ერთ-ერთი ნაწილი სასოწარკვეთილების, ეს არის ცდელობა, რომ რაღაცნაირად შეაჩერო ეს ჩინური გავლენები, ალტერნატიული გავლენები და რაც თავარია. დობას კარგავს ამერიკული ადმინისტრაცია და ამერიკული სავაჭრო სისტემა, რაც აქამდე არსებობდა. აქამდე იმიტომაც ხდებოდა ინვესტიცია ამერიკულ პოლიტიკაში, მაგალითად, უნდა ითქვას, რომ ამერიკა არის ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ვალები, პირველი სახელმწიფო, რომელიცაც აქვს ამერიკის რომელიც ყიდულობს უბრალოდ აძლევს ამერიკას ვალებს, ეს არის იაპონია, მეორე არის ჩინეთი. ჩინეთმა დაიწყო ამერიკის ვალების გაყიდვა, ობლიგაციების გაყიდვა. ძირითადად აი საინტერესოა, რომ მას ყიდულობს, აი ამ ობლიგაციას ყიდულობს დიდი ბრიტანეთი და აი ამ პროცესში ჩვენ ხედავთ, რომ თითქოს აი დოლარის მნიშვნელობა, დოლარის ფუნქცია იკარგება და ჩინელები უკვე დოლარის დაცვლად ყიდულობენ ოქროს და ოქროთი ავსებენ საკუთარ მარაგებს. უბრალოდ ყველა ეკონომისტი ამბობს შემდეგ რაღაცას, ვინც ალბათ დოლარებს ინახავს, მათთვის ეს საყურადღებო უნდა იყოს, რომ საკმაოდ ახლოსაა ის დღე, როდესაც დოლარის რაღაც კოლაფსი მოხდება, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩინეთი აკეთებს, სწორედ ამას უწყობს ხელს გლობალურად. და უწყობს ხელს იმას, რომ უკვე დაიწყო და შანხაის ბირჟაზე და სხვა ესე იგი ბირჟებზე, აზიურ ბირჟებზე ჩვენ ხედავთ უკვე არა დოლარს, არამედ სულ სხვა ფულს ეროვნულ ვალუტებში, რომელიც ხორციელდება. ანუ დედოლარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ეს პროცესი რას ნიშნავს? ეს პროცესი წააგავს არა იმდენად მეორე მსოფლიო ომს, სადაც იყო აი გამოკვეთილი ამბიციური სახელმწიფო გერმანიის სახით, რომელსაც უნდოდა მსოფლიო ჰეგემონიის ხელში ჩაგდება, როგორც პირველ მსოფლიო ომის დროს, ისე მეორე მსოფლიო ომის დროს, ძლიერი ინდუსტრიით, მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით, მაღალი კულტურით, რომელსაც არ ეძლეოდა გაფართოების საშუალება, ხო? არ აძლევდნენ არც ინგლისელები საშუალებას, არც ფრანგების საშუალებას, არც ჯერ რუსები და მე უკვე საბჭოთა კავშირი საშუალებას და ამიტომ მან წამოიწყო ესეთი აგრესიული პოლიტიკა. არა, ეს არ გავს ამ პროცესს, ეს გავს უფრო სხვა პროცესს. ეს პროცესი არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პროცესი, როდესაც ბრიტანეთი ეტაპობრივად კარგავდა საკუთარ გავლენას. მინდა შეგახსენოთ, რომ ფორმალურად საკუთარი ეკონომიკის მოცულობით და საკუთარი ტერიტორიებიც რო აიყოთ, ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთი. დიდი ბრიტანეთი ფლობდა ინდოეთს, დიდი ბრიტანეთი ფლობდა აფრიკის ნახევარს, დიდი ბრიტანეთი ფლობდა კანადაც მისი გავლენის ქვეშ იყო, ავსტრალიაც მისი გავლენის ქვეშ იყო. ანუ დიდი ბრიტანეთი არ არსებობდა კონტინენტი, სადაც ის არ ფლობდა ან არ ქონდა გავლენები. ეს იყო უზარმაზარი სახელმწიფო, უზარმაზარი იმპერია, მაგრამ ამერიკასთან კონკურენციის პერიოდში მან გადააბარა პრინციპში ეტაპობრივად გადააბარა საკუთარი ძალაუფლება ამერიკელებს. იქ სადაც ადრე ბრიტანული სამხედრო ბაზები იყო, უცბად გაჩნდა ამერიკული სამხედრო ბაზები. იქ სადაც ბრიტანული კოლონიები იყო, ამ პერიოდში გაჩნდა იქ ამერიკული გავლენები და კომპანიები. იქ სადაც ბრიტანეთის დიპლომატია, ბრიტანეთის ეკონომიკა თამაშობდა როლს ევროპულ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ბრიტანელები განდევნილები იყვნენ ევროპული პოლიტიკიდან და მთლიანად ეს პოლიტიკა აწარმოა შეერთებულმა შტატებმა. აი ჩინეთი შეერთებული შტატების ურთიერთობას წააგავს დღევანდელი ჩინეთის შეერთებული შტატების ურთიერთობას წააგავს აი ამ ისტორიულ პროცესს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთი ჩაანაცვლა. ეხლა ხდება არა ომი, იმის მიუხედავად რომ ომი მიმდინარეობს უკრაინაში, იმის მიუხედავად რომ ომი მიმდინარეობს ღაზას სექტორში და ასე შემდეგ.
ეს არ არის ის ომი, რომელიც ჩაანაცვლებს, რომელიცაც მოხდება ჩანაცვლება. არა, ესე არ მოხდება ჩანაცვლება. ჩანაცვლება მოხდება აბსოლუტურად სხვა მეთოდებით და ეს სხვა მეთოდები უკვე დაწყებულია. საინტერესოა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ალტერნატიულ ცივილიზაციაზე, უკვე BRICS-ის ქვეყნებმა დაიწყეს ალტერნატიული სამეცნიერო სისტემების შექმნა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ დღემდე ვართ ბოლონიის სისტემაში, რომელიც არის ალბათ ყველაზე დამღუპველი სისტემა თუ გაჩვენა თვითონ დასავლეთში არის უკმაყოფილება ბოლონიის სისტემით და აჩვენა, რომ არ შეიძლება ესეთი რეფორმები გაატარო, ეს იყო წარუმატებელი რეფორმა აშკარად. იმის მიუხედავად, რომ სწორედ ამ სისტემით ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ ისწავლა დასავლეთში, ხო? ეს ერთი მხრივ კარგი იყო, მაგრამ თვითონ საერთო განათლების დონე დაიცა. ჩვენ ხედავთ, რომ ესეთი ალტერნატივა აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემაზე იქნება ქმნის BRICS-ის ქვეყნები, სადაც რომლებიც უკვე აღარ იქნება დასავლური აზრისგან დამოკიდებული და ისინი შექმნեն საკუთარ მეცნიერულ ხაზს, სამეცნიერო ხაზს. ისინი თქვენ რა არის სამეცნიერო ნაწილი და რა არის სამეცნიერო ნაწილი. დღეს უამრავ ადამიანს, რომელიც სწავლობს დასავლეთში, უწევს ისეთი საკითხების სწავლა, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, როგორც არის რაღაცა ფემინისტური საკითხები, გენდერული საკითხები, რომლებიც საერთოდ არ ეხება მის პროფესიას, მაგრამ არის ეს იდეოლოგიური ნაწილი აი ამ რაღაც განათლების სისტემაში. თუმცა ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ის დონე, რა დონეც აქამდე ქონდა დასავლურ აკადემიურ სივრცეს, განსაკუთრებით იმას, რასაც სჭირდება მაღალი ტექნოლოგიები, ეს ვერ აკმაყოფილებს ეს განათლების სისტემა, ვერ აკმაყოფილებს ამას და ვერ უწევს კონკურენციას თუნდაც ჩინურ სისტემას, რომელიც სხვათა შორის საბჭოთა სისტემიდან გამომდინარეობს და დახვეწილი ვერსია საბჭოთა სისტემის და აჩვენებს განსხვავებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. აღმოსავლეთმა აიღო გეზი განათლებაზე, როგორც მაღალ, ესე იგი, მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, მაღალ ციფრულ, რასთავარი, მაღალ ესე ვთქვათ, განვითარებულ ეკონომიკაზე, იმ დროს, როდესაც დასავლეთში იგივე თავიდან დავიწყე დემოკრატიის კრიზისზე, დასავლეთში ელიტებს შეეშინდათ ესეთი საზოგადოების. დასავლეთში ელიტებს შეეშინდათ საკუთარი საზოგადოების. დასავლეთში ელიტებს შეეშინდათ, რომ ეს პროცესი, დემოკრატიზაციის პროცესი, განვითარების ესეთი პროცესი, რომ გაგრძელებულიყო, ისინი დაკარგავდნენ ძალაუფლებას. და მათ იმის ნაცვლად, რომ ამისთვის ხელშემწყობი ყოფილიყვნენ, ისინი ვერ დაეწიოდნენ საზოგადოების განვითარებას და მათ დაიწყეს შეფერხება საზოგადოების განვითარების. ეს იყო ძალიან ხელოვნური მომენტი იმისთვის, რომ არსებულ ელიტებს შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ერთ მნიშვნელოვან ფაქტამდე, ეს ფაქტი არის ის, რომ დასავლეთში მოხდა გარკვეულწილად როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე გარკვეულწილად საზოგადოების გარკვეული დეგრადაცია. დეგრადაცია ეს სახეზეა მის სოციალურ მოძრაობებში, სახეზეა არის დემოკრატიის კრიზისი, სახეზეა არის ოლიგარქიული ელემენტების გაძლიერება საზოგადოებაში და პოლიტიკურ სისტემაში. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ კვლევა იყო ჩატარებული შეერთებულ შტატებში სენატზე, როგორ კანონებს იღებენ, ხო და მხოლოდ 1% არის ესე იგი ის კანონები, რომელიც უშუალოდ ეხება ჩვეულებრივ ადამიანებს. დანარჩენი იყო დიდი კორპორაციებისა და დიდი კომპანიებისა, დიდი რაღაცა მასშტაბური ფინანსური ცენტრების ინტერესების გამომხატველი კანონები, ხო? და იქ სადაც ლობირების სისტემაა, გასაგებია, რომ ესეთ კომპანიებს უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. კი, ტრამპი გარკვეულწილად არის ერთგვარი ილუზია იმის, რომ ტრამპი დააბრუნებს ინდუსტრიას, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ითქვას. ორივე ბუშმა, კლინტონმაც, ობამამაც და ბაიდენმაც ყველა ეს პრეზიდენტი მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ დააბრუნებდა წარმოებას შეერთებულ შტატებში. ვერც ერთმა ვერ მოახერხა მისი დაბრუნება. შეკითხვა ჩდება, მოახერხებს თუ არა ტრამპი, ხო? უნდა
არის ესეთი მომენტი, არის ორი ლოგიკა. ერთი ლოგიკა არის განზრახვების ლოგიკა, მე შეიძლება მინდა ესე და ესე მინდა ესე იგი მოხდეს, ხო ეს განზრახვების ლოგიკა ერთია და არის მეორე კანონზომიერების ლოგიკა. და უნდა ითქვას, რომ კანონზომიერების ლოგიკა უფრო ძლიერია ვიდრე განზრახვების ლოგიკა. მე როგორი განზრახვაც არ უნდა მქონდეს, თუ კი კანონზომიერებები არის განსხვავებული, ის უბრალოდ ვერ მოხდება. ტრამპის შემთხვევაც იგივეა. ტრამპის შემთხვევაშიც უნდა ითქვას, რომ განზრახვის მიუხედავად ისე არის უკვე კანონზომიერება, ისეთი პოლიტიკური სისტემა და გეოპოლიტიკური სისტემა, რომ ის რომ მოხდეს საჭიროა იმ ინსტიტუტების აბსოლუტურად გარდაქმნა, ტოტალურად გარდაქმნა, ანუ დასავლეთის განათლების სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა, დასავლური პოლიტიკური სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა, ანუ ის რაც 80-იანი წლებიდან დაიწყო დასავლეთში, იმის რაღაც გარდაქმნა და სხვადასხვა ეთყობა ახლა შეერთებულ შტატებს რომ ამაზე ფიქრი მიდის, იმიტომ რომ დემოკრატებს რაც შეეხებათ ამერიკაში ახალგაზრდა დემოკრატების ფრაქციები იქნება და ამ ახალგაზრდა დემოკრატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ეგრეთ წოდებული ნეო-რუზველტიზმი. ნეო-რუზველტიზმი, რაც გულისხმობს სოციალური სახელმწიფოს გარკვეული სოციალური სახელმწიფოს ნიშნების დაბრუნებას ამერიკაში და გულისხმობს აი რაღაცა იმ ძველი მეთოდების დაბრუნებას. ანუ ამერიკას ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, ეს უნდა ითქვას, მაგრამ ეხლანდელ თაობას, აი იმ თაობას, რომელიც უკვე დაბერებული თაობა არის, იმ თაობას, რომელიც ტრამპის იგლივ არის გაერთიანებული, მათ არ აქვს იმით რესურსი, რომ რაციონალურად, სტრატეგიულად დაუპირისპირდნენ იმ ახალ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არის. ისინი იყენებენ იმ რესურსს, რაც რესურსს გააჩნიათ, ისინი იყენებენ უხეშად და რაც უფრო მეტ სანქციას, რაც უფრო მეტ სავაჭრო ომზე მიდიან, რაც უფრო მეტ ტარიფს აწესებენ, მით უფრო ბუმერანგივით უბრუნდებათ მათ და მით უფრო ცუდ დღეში აგდებენ თვითონ შეერთებულ შტატებს. ამიტომ საჭიროა გარკვეულწილად აი ამ პროცესების თვალყურის დევნა, საჭიროა რომ ვიცოდეთ რა ხდება. მე შეიძლება ყველა ის ასპექტი ვერ წარმოვაჩინე, რაც არ მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა ანალიზისთვის, რომ ვიცოდეს რა მიმდინარეობს სოფლიოში. საქართველოში რაც ხდება დღეს, რაღაცა ოპოზიციის მარგინალიზაცია. ეს არ ხდება იმიტომ, რომ თვითონ არიან ესეთები, თვითონ არიან მარგინალურები. იყო პერიოდი, როდესაც მარგინალურებს შეეძლოთ მარგინალურ ჯგუფებს სათავეში მოსულიყვნენ, გავხსენოთ სააკაშვილი, ხო? ეს იმიტომ ხდება, რომ გლობალურად იცვლება ყველაფერი და ამ გლობალური პროცესის ნაწილიც ვართ ჩვენ. იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ ახალი სამყარო როგორი იქნება, უნდა დავაკვირდეთ ტენდენციებს. ტენდენციები კიდე ესეთია. იმპერია, რომელიც იყო თავის ზენიტში 90-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები, ეცემა და ის ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორიც იყო. და ეს ბუნებრივია. ყველა იმპერიას ერთი და იგივე ჭირს. ყველა იმპერია იმეორებს ერთი და იგივე ბედს. ის მიდის აღმავლობით, რაღაც წერტილამდე აღწევს, იწყება ოქროს ხანა და მერე იწყება დაცემა. აი ამ დაცემის პერიოდს უყურებთ, ეს არ ნიშნავს იმის, რომ ამერიკის სახელმწიფო გაქრება, არა, ამერიკის სახელმწიფოს აქვს დიდი პოტენციალი, ამერიკის სახელმწიფოს აქვს დიდი ძალა, მაგრამ ის რომ ის ისეთი ვეღარ იქნება, როგორც 90-იან წლებში იყო, ეს ფაქტია. მოკლედ, გაეცანით გეოპოლიტიკურ მოვლენებს, დააკვირდით თუ რა ხდება და კონდეს მუდმივი გარკვეულწილად დისკუსია ამაზე, მსჯელობა ამაზე, იმიტომ რომ არ შეიძლება სულ რაღაც, რა ვიცი, ხოშტარიებზე და მსგავს პერსონებზე საუბარი. უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, რომელიც ჩვენ უშუალოდ შევგვეხება. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.